ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ნარმანია დღენიათак ცდილობს გადააბრალოს წინა ქალაქის მთავრობას საბიუჯეტო კრიზისი. მე შეგახსენებთ, რომ შარშან წლის დასაწყისში მერიამ სამჯერ წარადგინა ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში, სამივეჯერ ჩაუგდო საკრებულომ. სამწუხაროდ მაშინ მე გახდით მთავრობის წევრი, ძალიან კარგად მახსოვს, ამავე დროს საზოგადოებას არ აქვს ნამდვილად მოკლე მეხსიერება და ამის შემდეგ საკრებულომ თავად დაამტკიცა ის ბიუჯეტი, რომელიც მან ჩათვალა საჭიროდ და ბუნებრივია ეს ბიუჯეტი არ მიყვის, რომ არის დეფიციტური, მაშინ მე ჩანდა, რომ ეს იქნებოდა პრობლემური ბიუჯეტი, თუმცა სწორი მუშაობის პირობებში არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. და სამწუხაროა, რომ ხალხი, რომელიც ამ ბიუჯეტის დამტკიცებაში იღებდა მონაწილეობას, დღეს იძახის, რომ თითქოს ეს არის წინა ქალაქის მთავრობის, ასე ვთქვათ, ბრალი. მაგალითად, ბატონი სამუშია, რომელიც მაშინ გახდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და დღეს საკრებულოში გახლავთ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. ვფიქრობ, მათ უპრიანი იქნება, რომ მოახერხონ ორიენტირება შედეგზე და არა პროცესზე. ისინი 24 საათი მხოლოდ საუბრობენ და არ მუშაობენ, მათ ჭირდებათ შესაბამისი უნარი, კომპეტენცია და ყველა პრობლემა იქნება გადალახული და დარწმუნებული ვარ ამაში.